მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს თემები საინტერესოა, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და გამომყევით ამ საინტერესო გზაზე. რაც შეეხება ამ ვიდეოს შინაარს, ჩვენ აქ დაგვხვდება თითქმის ერთთვიანი ეპიზოდები, რომელიც დაიწყო გასულ წელს, ანუ გადაღება დავიწყე გასულ წელს, 29 დეკემბერს და იქიდან მოყოლებული ვიღებდი პატარ-პატარა ნაწყვეტებს, რომელსაც ჯერ გაგიზიარებთ, რა მქონდა გადაღებული იანვრის დადგომამდე და შემდეგ უკვე შევხვდებით იანვრის თვეში. მოგესალმებით ყველას. დღეს არის 7 იანვარი. პირველი ვიდეოა, სადაც ესე ხმით ვაკეთებ ჩანაწერს. ვქსოვე ესეთ ქუდს, ჩემივე მასტერკლასის მიხედვით. თითქმის მოვქსოვე ვარ უკვე თვლების დახურვაზე და 2 წამით მოვადუნე ყურადღება და ჩემმა ფისომ, აი ხა გაჩვენებთ, ჩხირებს რა უქნა. აი აქ ჩანს კარგად, ორივე ჩხირი აი ამ პატარა მაიმუნმა გაღრნა, რასაც ქვია. რა ვთქვათ, ესე გაფუჭებული არ არის, ანუ მაგრამ ვიზუალურად უკვე ანუ ჩხირები რო გამიფუჭეს საკმარისი არ იყო? გადი იქით. ანუ რა საკეთებ? კარგი, ნუ რა არის? წედი იქით. ჩარტი. ეს ქუდი თითქმის დასრულებულია, დავხურავ ახლა თვლებს და მექნება წითელი ქუდი, რომელსაც გადავუყებ ფოტოებს და მინდა რომ მასტერკლასის მთავარი ფოტო ჩავანაცვლო, რადგან ზედმეტად ნაცრისფერია და ძალიან გავს ვლოგის ფოტოს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე გუშინ ღამე დამეწყო ქსოვა საღამოს და დღეს უკვე აი 3 საათი სრულდება. 3 საათი სრულდება და ქუდი უკვე თითქმის მზად არის. ასე რომ კიდევ ერთი
5 იქნება ჩემს არსენალში. იმედია ჭხირები გაუძლებს ამ პატარა მაიმუნს. წინა ვლოგში ვისაუბრე იმაზე, რომ სამსახურში მაჩუქეს 250 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც უნდა გამენაღდებინა ძაფებით და რითი დამთავრდა ეს ისტორია, ახლა გაგიზიარებთ. პირველი რითაც მინდა რომ დავიწყო, ეს არის აი ესეთი სიახლე ლანა გროსასგან. ეს არის ფოკუს გავასწორებ. Natural Lama Fine, სადაც არის 100% baby lamas ბეწვი, აქ არის 50 გრამი, 150 მეტრი, მე მაქვს 3 ცალი. ასეთი ნატურალური ბეჟი, უფრო ყავისფერისკენ ფერი, კოდით 111, რომლითაც გეგმაში მაქვს 1 ცალით ხელთათმანის მოქსოვა, 2 ცალით ქუდი, რომელიც ჩემივე მასტერკლასის მიხედვით უნდა გავიმეორო. მასტერკლასის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, ანუ ქვემოთ დაათვალიეროთ და წინა ვიდეოები, ერთ-ერთი არის მასტერკლასი და ისე ამოვნოთ ქსოვის პროცესით. მე თვითონ გეგმავ აი ესეთ ფერში მოქსოვას, კომპლექტისას, ხელთათმანი და ქუდი. შემდეგი, რაც არის ეს არის Mailen White ალპაკა, რომელიც წარმოებელი გვეუბნება, რომ არის ძაფი წინდისთვის, თუმცა შემადგენლობა იმდენად ზღაპრული აქვს, რომ მენანება წინდის მოსაქსოვად. აქ გვაქვს ჩვენ 70% ალპაკა, 30% პოლიამიდი, 100 გრამი და 420 მეტრი, ფერი შედარებით რეალისტურად გადმოიცემა. ძალიან ისეთი ყავისფერია, უფრო კაკლისფერისკენ, რომელიც ძალიან მომწონს. ხალონურ განათებაზე დიდად არ არის ხოლმე რეალისტური ფერები, ასე რომ თუ მონტაჟის დროს შევამჩნიე, რომ ფერები მაინც ცუდად გადმოიცემა, პატარა ნაწყვეტებს გადავიღებ დღის განათებაზე, რომელსაც ან მთლიან ეკრანზე ჩავსვავ, ან პატარა ჩანართებს გავაკეთებ. აი ესეთი ძაფებია დასაწყისისთვის. გეგმაში მქონდა რომ ამით მოვიქსოვდი ან შარპს და ხელთათმანს, იმიტომ რომ 100 გრამის ავსებით საკმარისია, ან ქუდს, ანალოგიურს როგორც ამითი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ დავიმატებ და მოვიქსოვ რაიმე ჯემპრს, რომელიც იქნება ან აჟურული, ან ნაცნავებიანი, რაღაც ჯერ ვერ ჩამოყალიბდი, მაგრამ უფრო მეტად ვიხრები ჯემპრისკენ. და ვნახოთ რა გამომივა. შემდეგი ეს არის ერთი წამით, ესენი გადავდო. აი აქ დავულაგებ. შემდეგი ეს არის Lang Yarnis ფირმა და არ ვეცდები ამ დასახელების წაკითხვას, თუ რამე აი ესე არ მინდა რომ შეცდომით წავიკითხო და დაიკარგოს ის აზრი, რაც თქვა ჩადებული იყო ამ სათაურში. ეს არის 75% შალი მირინოსის და 25% პოლიამიდი. ეს ძაფი თვითონ იქსოვება 2 წვერში, აი ესეთი პატარა ძაფი მოყვება, რომელიც აქედან მიღებთ 1 წვერს და მეორე წვერი თვითონ ძაფისგან და ვქსოვთ. აქ არის 50 გრამი, 210 მეტრი. მე მაქვს 2 ცალი, ვფიქრობ ანალოგიურად ხელთათმანების მოქსოვას და ერთი ცალი თუ ხელთათმანებისთვის აღმოჩნდა საკმარისი, მეორეთი აუცილებლად მოვიქსოვ კრუასან შარპს, როგორც ხვდებით, ძალიან ბევრი ხელთათმანი და კრუასან შარფი მინდა რომ მქონდეს ჯამში. რადგან თავიდან აი ამითაც ანალოგიურ ფიქრი მქონდა რომ ხელთათმანი და კრუასანი შარფი. შემდეგი ეს არის ერთი ცალი სეტასური. სეტასური ეს არის ლანა გროსას წარმოება. აქ გვაქვს 65% სური ალპაკა, 31% აბრეშუმი. 25 გრამი, 210 მეტრი. ესეც ესეთი ყავისფერი ტონია. ვფიქრობ, რომ კომბინაციაში გამოვიყენო ერთ-ერთ ძაფთან, რომელიც მაქვს უკვე დიდი ხანია ასორტიმენტში. ძაფი არის ლამია მირინო, სადაც არის 100% მირინოსის ძაფი, 50 გრამში 175 მეტრი.
ვფიქრობ, რომ იმ ყავისფერს შევუხამო ეს და პატარა ვიდეოში ჩავრთავ ორივე ერთად როგორ გამოიყურება და თავიდანვე მინდოდა მომექსოვა კრუასანი შარფი. კრუასანი შარფი ძალიან სწრაფად იქსოვება, თუ საჭირო გახდა აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს, მაგრამ მე მგონი უკვე ვისაც უნდოდა ამ შარფის მოქსოვა, ყველა მოიქსოვა, ასე რომ ყველა მიცის როგორ იქსოვება. ეს ცეტასური არის 04 კოდით და ძალიან ესეთი ლამაზი ყავისფერი. აშკარად ძალიან ყავისფერი განწყობა მქონდა, რადგან შემდეგი ეს არის ავიო ლანაგროსასგან. ეს არის გაჩეჩილი ალპაკა 63%, წვრილი თხელი ალპაკა 37% პოლიამიდიდან. პოლიამიდის ძაბზე არის დახვეული ალპაკას ბუსუსები, ესეთი გარდამავალი ფერებით. ამით ვფიქრობდი, ეს მაქვს 2 ცალი, მეორეს უკვე ეტიკეტი აღარ აქვს და ცოტა შეურაცხყოფილია, მაგრამ მცდელობა მქონდა შარფის დაწყების 9 მმ ჩხირით, რომელიც ჩემთვის ძალიან უცხო ზომაა, რადგან არასდროს არ გვსვამ მსგავსი სისქის ჩხირებზე და მით უმეტეს, როდესაც ბორდოსფერი ჯემპრი რომ დავამთავრე 3 მმ-ზე და გადავედი ეგრევე 9 მმ ჩხირზე, იმდენად დიდი დისკომფორტი მქონდა, ესეთი სქელი ჩხირები მეგონა რომ მეჭირა და საბოლოო ჯამში დაწყებული შარფი დაახლოებით აი ესეთი დავარღვიე და მივხვდი რომ ჯერ არ ვარ მზად მსგავსი ჩხირებით მუშაობაზე და ჯობია რომ ეტაპობრივად გავზარდო ჩხირის ზომა და არა 3 მმ-დან ეგრევე 9 მმ-ზე, რადგან ძალიან დისკომფორტი იყო თვითონ პროცესი. თუ საჭირო გახდა მასტერკლასს გადავიღებ როგორი შარფის მოქსოვას ვაპირებ. ეს ამ შარფზე ესე ვთქვათ შთამაგონა, ამ შარფის მოქსოვაზე შთამაგონა ჩვენმა მომხმარებელმა, რომელმაც ესე დემონსტრირებულად შემოაბიჯათ ამ შარფით ჩვენს მაღაზიაში და იმდენად მოგვეწონა, რომ უკვე მე რამდენი შარფი იქნება ჩემი, ვერც გეტყვით, რადგან ძალიან თითქმის ყველა მოიქსოვა თავისთვის ეს შარფი და რიგში ვარ, ესე რომ ვთქვათ, მეც. შემდეგი ეს არის ბაბინის ალპაკა აბრეშუმზე, რომელიც ჩვენთან იყიდება წონით პეკინის 36 ნომერში. აი ესეთი ბეჟი ფერის ალპაკა. თუ სწორად მახსოვს შემადგენლობა არის ალპაკა აბრეშუმზე, თუ არ მახსოვს სწორად, აი აქ მივუთითებ ჩამონათვალს, მაგრამ მეტრაჟი მახსოვს ზუსტად, რომ აქ არის 100 გრამზე 900 მეტრი და მე მაქვს 150 გრამი. ვფიქრობ, რომ 2 წვერში მოვგსოვო აჟურული ფრანგული კოფტა. და რა გამოვა ამისგან, ნახავთ თუ არა და რომელიმე სხვა ძაბს დავუმატებ, რომ ესეთი სიფუმპულე შევძინო. ეს იყო რაც მივიღე საჩუქრად სამსახურში და პლუს ამას დავამატე დარჩენილ თანხაზე ლანა გროსას 80 სანტიმეტრიანი ტროსი 360 გრადუსზე ბრუნავი თავებით, რომელიც უერთდება ჩხირებს. შემდეგი ერთ-ერთმა მოსწავლემ თამუნამ, რომელიც უყურებს ჩემ ვიდეოებს, ძალიან დიდი მადლობა და მოკითხვა თამო. მაჩუკა დაბადების დღის საჩუქრად ესეთი შეკვრა ლანა გატოს ძაფი, ეს არის 50 გრამიანი დაფასოება, სადაც ჩვენ გვაქვს ერთი წამით სადაც ჩვენ გვაქვს 170 მეტრი, ეს არის 100% მირინოსი, დამზადებული იტალიაში და ძალიან თხელი ძაფია, თუმცა მე პირადად ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს თხელი ძაფებით ქსოვა და მით უმეტეს რომ რაოდენობა მაქვს 9 კილო, თავისუფლად რომ შემიძლია მოვქსოვო 2 წვერში და რაიმე ისეთი ლამაზი ნივთი მივიღო საბოლოო ჯამში. ან მაგალითად მსგავსი შემადგენლობის უბრალოდ შესაფერისი ფერის დავამატო ესეთი ბუსუსებიანი ალპაკა და ფაქტურა საერთოდ სხვა მივიღო, ვიდრე ჩაფიქრებული იყო თავიდან. ეს არის
ნაცრისფერი. ფერის კოდი არის 2026 და 9 კილო არაჩვეულებრივი ნივთი გამოვა. შემდეგი, რაც მივიღე საჩუქრად, ეს იყო ქაშმირ 16 ფაინი. ეს ძაფი არაერთხელ ყოფილა ჩემს ვიდეოებში, კონკრეტულად ეს ფერი ერთი ვიდეოთი წინ, ანუ ბოლო ვიდეო გასული წლის, ძალიან ბევრი ხელთათმანები მოვგსოვე ამ ძაფით და ზუსტად ხელთათმანებისთვის დავიმატე, რადგან წინა ხელთათმანებიდან დამრჩა დაახლოებით 20 გრამი. დავიმატე ერთი მთლიანი. აქ არის 0,7 კოდი ფერის, გვაქვს 10% პოლიამიდი, 10% ქაშმირი და 80% მირინოსი. ეს არის ძალიან რბილი შნურის მაგვარი ძაფი, რომელიც გარიცხვის მერე არაჩვეულებრივ ბუსუსებს წარმოქმნის ეს ქაშმირი და არის ძალიან რბილი. მინდა რომ მოგხსოვო მამაკაცის ხელთათმანების საჩუქრად, რა გამომივა ერთ-ერთ მომდევნო ვიდეოში ვნახავთ, რადგან ყველაფერი აი ამას, რაც აქ მიდევს, უძღვის წინ ეს ხელთათმანები, რომელიც აუცილებლად უნდა მოვხსოვო. თან არა ერთი, არამედ ორი წყვილი და ეს იქნება არა კლასიკური ხელთათმანი, არამედ აი ესეთი გადაჭრილი უთითებო, როგორც მთხოვა ჩემმა მეუღლემ. ეს არის ძირითადი ძაფები, რაც მივიღე საჩუქრად, შემდეგი არის, რაც მე თვითონ შევიძინე. აი აქ უკვე იწყება ჩემი მაქსიმალური სიგიჟე, რადგან ეს აი ესეთი ბაბინა, უბრალოდ აი ამის ზომას შეხედეთ. აქ არის 2 კილო და 200. ეს არის ავსტრალიური მირინოსი 50% და 50% სინთეტიკური დანამატი. აქ მაქვს 100 გრამზე 1400 მეტრი, თუ სწორად მახსოვს. მე მგონი ეგრეა, თუ არა და გადავამოწმებ და აი აქ დავწერ. ვფიქრობ, რომ ხელით ქსოვისთვის აუცილებელი იქნება, რომ 4 წვერში მინიმუმ ამოვახვიო. მანქანით ქსოვისთვის 3 წვერი საკმარისი იქნება. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი რას მოვხსოვ, ან რისთვის იყო შეძენილი, მაგრამ ფიზიკურად ვერ გავუარე, გვერდი იმდენად გემრიელი ფასი ქონდა და პლუს ამას ფერი ჩემთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია. და თან მით უმეტეს, როდესაც შეიძლება აი ესეთ კომბინაციის გაკეთება, რომ უფრო მეტად ბუსუსებიანი იყოს და მოიქსოვოს არაჩვეულებრივი ჯემპრები, რომელზეც მაგალითად შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ, რა მოდელები მომწონს, ანუ როგორი მოდელები მომწონს, რა სქემები მომწონს გამოსაყენებლად და ნახოთ რა გამოვა ამ ვიდეოსგან. შემდეგი, რაც შევიძინე, ასევე ბაბინით, წინასწარ ვიტყვი, ეს არის აი ესეთი ბუკლე, ავისფერი, ფერი რეალურად ახლა კადრში ვხედავ, რომ უფრო მეტად ნაცრისფერია, რეალურად კი დაკრავს ნაცრისფერი, მაგრამ უფრო ყავისფერია. ეს არის 1 წამით. კილო და 75 გრამი, დიდი ალბათობით აქ დაახლოებით 40 გრამი არის თვითონ კონუსი, რაზეც არის დახვეული ძაფი და ეს არის ასტრახანის წარმოება. მეტრაჟი და მსგავსი ინფორმაცია ჯერ მოძებული არ მაქვს, ისევე როგორც შემადგენლობა, თუმცა ბუკლე იმდენად მინდოდა რომ მქონოდა, რომ როგორც კი ვნახე, რომ იყიდება ესეთი ბაბინები. როგორც კი ვნახე, რომ იყიდება ესეთი ბაბინები, ეგრევე შევიძინე. შემდეგი ბაბინა, რომელიც ასევე ბუკლეა, აქ სიმართლე გითხრათ. ხო, თითქმის 2 კილოა, აი ესეთი ბუკლე, ბეჟი ფერის, უფრო მეტად არის მოყვითალო ბეჟი. აქ მაქვს კილო და 842, ანუ რეალურად კილო და 800, რადგან 42 გრამი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის კონუსი.
ჯერჯერობით რა თქმა უნდა ამითაც არ ვიცი რა მოიქსოვება, თუმცა ის ფაქტი რომ უკვე მაქვს ბუკლე ძალიან მაბედნიერებს, ეს უკვე მეოთხე ბაბინაა, რადგან წინა ვიდეო ვლოგში უკვე გაგიზიარეთ 2 ბაბინა ბუკლე. შემდეგი რაც შევიძინე უკვე დღეს, ეს არის ძაფი შეყვეთისთვის, აი ესეთი შავი ფერის, ეს არის კლასიკური Alize Lana Gold Fine შავი ფერის ერთი შეკვრა, რაც მჭირდება კონკრეტული ნივთის მოსაქსოვად, ერთ წელს გავხსნი. პლუს ამას ცოტა ვიხმაურებ. აი ესე შავი ფერის, პლუს ამას მინდა მოვხსოვო 2 ცალი ქუდი და ადამიანები ვისთვისაც მინდა რომ ეს მოვხსოვო. დარწმუნებული ვარ რომ ამ ქუდებს არ გარეცხავენ ხელით, არ დაიღლებიან აი ამ მოვლის პროცესით, როგორც ქსოველები ვიღლებით და ვუთმობთ დიდ ყურადღებას. ასე რომ ისე რომ არ გამოვიდეს რომ მოვხსოვე და საბოლოო ჯამში ერთი რეცხვით გაფუჭდა ნივთი, გადავწყვიტე რომ მსგავსი ძაფი გამომეყენებინა. სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან თავისუფლად მუშაობ, როგორც თურქული, ასე ჩინური, ასევე ევროპული ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმოებული ძაფებით, რადგან ვთვლი რომ ხარისხიანი ძაფის პოვნა შეიძლება ყველგან. ყველა ქვეყანას აქვს თავის ასორტიმენტში როგორც კარგი, ისე ცუდი ძაფები. შემდეგი რაც შევიძინე უკვე არის საჩხაკუნოები. რეალურად მაქვს საჩხაკუნოები 100 ცალი, თუმცა მაქვს პატარა ზომის, მაგრამ ახლა მჭირდებოდა დიდები და სანამ დიდებს ჩამოვიტანდი მე თვითონ გადავწყვიტე რომ 10 ცალი აქვე მეტიდა. შემდეგი ეს არის 2 ცალი ელვა, უკვე ძაფებს ცოტა ჩამოვშორდით, მაგრამ ბარემ ამასაც გაგიზიარებთ, რადგან მომდევნო ვიდეოში დაგხვდებათ ჩემი ახალი გატაცება, რომელზეც ჯერ არ ვისაუბრებ, თუმცა რაღაც დეტალებს გაჩვენებ, მე მგონი თქვენ თვითონაც მიხვდებით რაზეა საუბარი. ეს არის 2 ელვა, ერთი ყავისფერი, ერთი თეთრი. პლუს ქსოვილები, რომლითაც უნდა შევკერო კონკრეტული ნივთები. ძაფებს რაც შეეხება, ამით დავასრულე, მაგრამ დარჩა აქსესუარები, რაც მომემატა ჩემი ქსოვისთვის. სხვათა შორის კიდევ ვიხმაურებ. იტალიიდან დაბრუნებისას ვლოგში დამავიწყდა მეჩვენებინა ჩემი ღილები, რაც იქ შევიძინე და ახლა ვისარგებლებ მომენტით და გაგიზიარებთ. აბსოლუტურად ყველა ღილს ცალკე გადავუღებ ვიდეოს და ჩავსვავ. ეს არის აი ესეთი დიდი ზომის ღილები, 6 ცალი. რომელსაც ოქროსფერი კანტი აქვს და შიგნით თეთრი რგოლი დაყვება. პლუს ამას ძალიან ლამაზი ღილებია ზომებში. აი ესეთი. გახსნა სიმართლე გითხრათ დიდად არ მინდა, მაგრამ მე პატარა კადრში გავხსნი. და ამის პატარა ვერსიები ირეკლება შუქით, აი აქ ჩანს. შემდეგი არის აი ესეთი მომწვანო ღილები. მომწვანო მაქვს 2 ცალი. მაქვს აი ესეთი ძალიან ლამაზი იასამნისფერ შიგთავსიანი ღილები. მაქვს ბორდოსფერ შიგთავსიანი ღილები და ფიშო ნუ გორაობ. მაქვს რამდენიმე ლურჯი ღილები და აი ესეთი მეტალის ღილები, სტაფილოსფერი და მწვანე. ძალიან ლამაზებია. ერთი სული მაქვს რაიმე ისეთი მოგზაურა, რაზეც შეიძლება რომ ეს ღილები გამოვიყენო. შემდეგი, რაც მაქვს მარაგში, ეს არის 4 ცალი
ქაშმირი 100%. აი ასეთი. ეს არის ბორდოსფერი ქაშმირი, რომელიც წინა ვიდეოში უკვე შეგეძლოთ რომ გენახათ. ეს არის 4 ცალი, მინდა მოგსოვო ქუდი, რომელიც არის შეკვეთილი და აუცილებელია რომ უახლოეს დღეებში ეს ქუდი იყოს მზად. შემდეგი ეტაპი უკვე არის მოქსოვილი ნივთები, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ. სიმართლე რომ ვთქვათ, წინა ვიდეოში ნაჩვენები ნივთის გარდა დიდად არაფერზე არ მიმუშავია, თუმცა როდესაც დავიღალე აი ამ წვრილი დაუსრულებელი ქსოვით, გავიმეორე ჩემივე მასტერკლასით უკვე მოქსოვილი ქუდის ანალოგი წითელ ფერში. აი ესეთი გაშლილ მდგომარეობაში არის ესე. ამ ქუდის ნაწყვეტებს როგორ იქსოვებოდა, რაღაც პატარა ნაწყვეტებს რა თქმა უნდა ჩავრთავ, თუმცა დასრულებული აი ესე გამოიყურება. ზუსტად ესეთივე მაქვს მოსაქსოვი, აი ამ ქაშმირის ძაფით. და ესეთივე ქუდის მოქსოვას გეგმავ შავი ძაფით, რაც უკვე გაჩვენეთ. ესეც Alize Lana Gold Fine-ით არის მოქსოვილი წითელ ფერში, 56 კოდია ფერის. ესეთი ქუდი გამოვიდა. ესეთივე უნდა მოქსოვო, ცოტა კამერას გავწევ. ესეთივე უნდა მოგვსოვო შავი და რძისფერი, აუცილებლად. ეს სამი, ანუ 2 ცალი შავი და 1 ცალი რძისფერი, ეს იქნება საჩუქრად ქუდები, რომლებიც უნდა მოიქსოვოს. თავისთავად რა თქმა უნდა, მე უნდა მოვქსოვო. შემდეგი, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, ეს არის ჩემპრი, რომელზეც ვმუშაობდი, როგორც ვიდეოს ნაწყვეტებში უკვე ნახეთ. გაიჩვენებთ ახლა. ჯერ არ არის ბოლომდე დასრულებული, მაგრამ სანამ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებ, უკვე გაგიზიარებთ დასრულებულ მდგომარეობაში როგორია. ერთი წამით, აი ესე. აი ესე გამოიყურება. განიერი მკლავი, მრგვალი საყელო, დახრილი მხარი, აი ესე მოქსოვილი. წამით რეზინა წინა და უკანა ჩახსნილი და პლეოს წინა მოკლე ვიდრე გრძელი. ზუსტად ისე, როგორც გეგმავდი დეკემბრის ვიდეო ვლოგში, ბოლო ვიდეო ვლოგში. ასე რომ, ვუახლოვდები ფინიშს, რეალურად დამრჩა მხოლოდ 3 მოკლება, რომ ზუსტად იგივე ზომა მივიღო მკლავის, რაც მაქვს აქ. ერთი წამით. აი აქ ვარ და აი ეს დამრჩა. რეალურად 3 არა, 2 მოკლება მაქვს დარჩენილი, როგორც კი ამას გავაკეთებ, გადავალ რეზინაზე და წესით დღეს საღამოს უკვე ქსუსები მაქვს ყველგან დავასრულებ ამის ქსოვას. შემდეგი რაც უნდა მოვქსოვო და ამ ვიდეოშიც ვეცდები რომ მოვახვედრო, ეს იქნება ქაშმირის ქუდი, რისთვისაც მაქვს 4 დღე, სანამ მე ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებ. რეალურად 3, იქიდან გამომდინარე რომ მე-4 დღეს უკვე უნდა გამოქვეყნდეს. შესაბამისად მაქვს დრო რომ ვიმუშაო და ვქსოვო. პარალელურად ეს შავი ძაფი რისთვის შევიძინე, ანუ შეკვეთაზე უნდა ვიმუშაო, მეორე შეკვეთაზე, რომელიც არის საბავშვო კომპლექტი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შავ ფერში, 3 თვის ბავშვისთვის. ასე რომ არ ველოდი, არასდროს არ მომიქსოვია შავი ნივთი ჩვილი ბავშვისთვის, ეს იქნება ჩემი პირველი, თუმცა პინტერესტზე როგორც ვნახე ფოტოები, ძალიან ლამაზები გამოდის შავ ფერშიც და
ჯერჯერობით ეს არის ყველაფერი. თუმცა პატარა ჭრილებს კიდევ გავაკეთებ, სანამ ვიდეოს გამოვაქვეყნებ. ჩემი პატარა ფიშონია, ახალი მოსულია ვეტერინარიდან, გავუკეთეთ კასტრაცია და ჯერ გათიშულია, სახე აქ ისეთი გათიშული ნელა-ნელა მოძრაობს. გამოსვლა უნდა იქიდან, რომ აქ ეხა ვქსოვ. და უნდა რომ ძაფებთან ითამაშოს, მაგრამ ენერგია არ ყოფნის. მაგრამ 20 წუთია რაც მოვიდნენ და რატომ მოიყვანა და 20 წუთია რაც მოკლედ სახშია და ეხლა გამოვიდა თავისი გადასატანი ჩანთიდან. მე კიდე აქ ვქსოვ ჟაკარდს. ჯერჯერობით უზორი არ იკითხება, მაგრამ ზუსტად 4 რიგში ადგენს მთლიანი უზორი. აი ესე წრეზე იქსოვება. შიშო, ფიშო. ციმი ბოდა. Ты знаешь, что у хорошего звездного торговца всегда сходится баланс, но не сходится ремонт. Выжить в вакууме при такой температуре поразительно. ყოველთვის უშუქოდ ვზივართ. ეს ჩვენი განათება. ფიშო, შენ რა იყო უშუქობაში? სხვათაშორის ვიდეოში უფრო ცივი განათება აქვს, ვიდრე რეალობაში. რეალობაში ძალიან თბილი განათება აქვს. შუა საუბრისას და ქსოვისას ჩაქრა შუქი. გაუფრთხილებლად და მოკლედ. ჩამოკიდე და თვე განათება. ჭაღის ადგილას.
დღეს უნდა გავრეცხო ჩემი ნაკსოვი ნივთები. პირველ რიგში ეს ჯემპრი, რომელიც გუშინ საღამოს დავამთავრე. ესე გამოიყურება, დასრულებული, უფრო გაშლილ მდგომარეობაში გაჩვენებთ. რეზინა არის მოჭერილი შედარებით ახლა, ანუ ჯერჯერობით ფორმა უჭირავს, მაგრამ გარეცხვის მერე უნდა დაუბლოკო ისე, რომ იყოს გაშლილი. და საკიძე ჩამოკიდებულსაც გაჩვენებთ. შემდეგი რაც უნდა გავრეცხო, ეს არის ჩემი კარდიგანი, ცოტა აი ისე რომელიც გამოიყურება, ინტარსიით მოქსოვილი და რეგლანის პრინციპით. ესეც უკვე დროა რომ განვაახლო და მესამე ნივთი, რაც დღეს მინდა რომ მოვასწრო, არის მსგავსი კარდიგანი. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი. გარეცხვამდე აი აქ მშვენივრად ჩანს უკვე რომ აიბურძგლო მთლიანად და მაინტერესებს გარეცხვის მერე როგორი იქნება. სარეცხ საშუალებად ვიყენებ Faberlic-ის აი ამ საბავშვო სითხეს, იქიდან გამომდინარე რომ ვარ ძალიან ალერგიული. ეს არის სითხე, რომელზეც უკვე 3 წელია ვიყენებ და არანაირი რეაქცია ჩემკანს არ ქონია. შესაბამისად ხმარობ აი ესეთ რაღაცებს, ანუ საბავშვო სერიიდან სარეცხ საშუალებას, კონდიციონერს, ფხნილს, ეს არის გელი, რომელიც ძალიან კარგად ქაფთება და აი ამ თავსახურის ესე ნახევარს, ანუ აი ერთი თითის დადებას ვავსებ ხოლმე და ვაზავებ წყალში. ახლა მოვამზადებ წყალს და დავიწყებ რეცხვას. გარეცხვის მერე უნდა გავავლო და უკვე გაშრობა ბლოკირების პროცესსაც გაჩვენებთ. აი მან რა თქმა უნდა მაკონტროლოს, როგორ ვაკეთებ ყველაფერს. რა სიტყვი? რიგზია ყველაფერი? შეიძლება ამაში გარეწ. ნუ მლოკავ ჩურჩუტო. ხო, შენ შეამოწმე. მიდი. შიშუნია. ძემი ჯუჯუდი შიშუნია. მეთქინა, გადიგით. გავაზავე სითხე, ნახეთ რამდენსაც ვასხამ. ოდნავ არის თბილი წყალი და ახლა დავიწყებ რეცხვას. ვცდილობ ხოლმე მას შემდეგ რაც ესე დავასვალებ 1-5 წუთი მივცე საშუალება რომ გაიჟღინთოს როგორც წყლით ასევე იმ სარეცხვის საშუალებით რასაც ვიყენებ და მე აი ესეთი მოძრაობებით ვრეცხავ ანუ ერთმანეთს არ ვუხახუნებ და არაფერი აი ესე ოდნავი მოჭერით ველოდი რო ფერს გაუშვებდა. ანუ ეს ამ ნივთის პირველი რეცხვა. მას მერე რაც მოვქსოვე არ იყო გარეერცხილი. ფიშო, გადი იქით. მაგრამ არაფერი არ გაუშვა. 1-5 წუთი დავტოვებ. მერე გავავლებ და გაწურის პროცესსაც გაჩვენებთ. მას შემდეგ რაც გავრეცხეთ და გავავლეთ, აი ესე პირსახოთზე ვათავსებ, შედარებით ვცდილობ რომ გავასწორო, რომ არ იყოს სქელი ფენა და ვიწყებ პირსახოცის გადახვევას. ისე რომ ფენები მოყვეს, აი რულეტივით ჩვეულებრივად. მაგიდის ქვეშ ფისუა და გონია რომ მაგას ვეთამაშები. აი ესე ვახვევ. აი ესე სპეციალურად მაქვს ცალკე ესეთი საქმეებისთვის დიდი პირსახოცები. თან თეთრი ფერის რომ ნახო ფერი გაუვიდა თუ არა ნივთს და ვიწყებთ აი ესე მაქსიმალურად დაწყოლას, რომ ჩვენი ძალით, ანუ აი
უკვე დასველდა ეს ადგილი, ესე გამოვიტანოთ მთელი სითხე, რაც შეიძლება კიდევ იყოს ნივთში და შემდეგი ეტაპი არის უკვე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსება რო გაშრეს. ჩემი დამხმარე აქა. მოკლედ აი ესეთი პროცესია. შემდეგ უკვე რომ დავაფიქსირებ ბლოკირებას რო გავაკეთებ ჰორიზონტალურად, მაგასაც გაჩვენებთ. მოკლედ გასართობი აქვს. ყველაფერი რო გავრეცხე და მოვათავსე გასაშრობად, აი ესე გამოიყურება ჩემი სახალოსნოს იადაკი. ფიზიკურად მეტი არსად არ დაეტევა, როგორც ჩანს ფისო მირბინა უკვე აქ მოასწრო. ეხლა ამათ პირსახოცები, ანუ დილით დავტოვე ესე, ეხლა არის საღამო უკვე. შევუცვლი პირსახოც, აქეთ შევცვლი პლედს, სხვა რაღაცაზე დავაფენ და გააგრძელებენ დილამდე შრობას. აი აქაც სახელური უმაიმუნია აქ უკვე. მას შემდეგ რაც ხვალე დილით ვნახავ რა მდგომარეობაში იქნება, უკვე გადავწყვეტ მივაფინო რადიატორზე, თუ ისევ ესე გავაგრძელებინო ჰორიზონტალურად გაშრობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ამ ვიდეოში. სანამ დავასრულებ გადაღებას, მინდა რამდენიმე კითხვას გავცე პასუხი. ერთ-ერთი არის სად ვმუშაობ, სად მდებარეობს მაღაზია და როგორ ხდება გაკვეთილების ჩატარება. ზუსტად მაღაზიიდან გადავწყვიტე ამ ჩარტვის გაკეთება და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაღაზიას ქვია ტრისკელე. გვაქვს საიტი ტრისკელე.g, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ამ მაღაზიის სრული ასორტიმენტი. თვითონ მაღაზია უშუალოდ მდებარეობს პეკინის გამზირზე 36 ნომერში, სადაც თქვენ დაგხვდებათ იტალიური ხარისხიანი ძაფები და ხარისხიანი იაპონური ინსტრუმენტები. ასე რომ, თუ გადაწყვეტთ დათვალიერებას, მობრძანდით და პლუს ამას კვირაში მინიმუმ 3 დღე მე თვითონ ვიმყოფები აქ და ძალიან გამეხარდება თუ ერთმანეთს შევხვდებით. რაც შეეხება გაკვეთილებს, რადგან იყო მსგავსი კითხვაც, როგორ ხდება სწავლება და უფრო სწორად კითხვა ჟღერდა, თუ ვიცი რაიმე ადგილი, სადაც შეიძლება სწავლა. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ ვასწავლი ქსოვას, სხვას რეკომენდაციას არ გავუწევ, ანუ ჯერ გავუწევ საკუთარ თავს და მე სხვა კომპანიებს ვინც ასწავლის. ვისაუბრებ ჩემზე, რომ მე თვითონ ვასწავლი ქსოვას, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად. კონკრეტულად აქ, პეკინის 36 ნომერში ვასწავლი ფიზიკურად, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და დაესწროთ გაკვეთილებს. ღირებულებას არ გავაჟღერებ, თუ ვინმე დაინტერესებს, შეგიძლიათ უშუალოდ მაღაზიის გვერდზე მოიწეროთ, სადაც დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას, მაგრამ რაც შეეხება სხვა პირობებს, კონკრეტულად ყიდულობთ 8 გაკვეთილის აბონემენტს, რომელიც უნდა ჩატარდეს 2 თვის ვადაში. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 2 ან 2 საათნახევარი, დამოკიდებულია თემაზე და რაც შეეხება ყაისნახს, არის 6 გაკვეთილი, ასევე 2 ან 2 საათნახევრიანი ფორმატით. გაკვეთილების ჩატარების დრო წინასწარ შეთანხმებით იგეგმება და აუცილებელია რომ მოხდეს როგორც უკვე ვთქვი, 2 თვეში ამ 8 გაკვეთილის ან 6 გაკვეთილის ჩატარება. სხვა შემთხვევაში აბონემენტზე დარჩენილი გაკვეთილების რაოდენობა უბრალოდ დაიწვება. ეს არის ძირითადი, რაც შეეხება დეტალებს, ვასწავლი როგორც 0-დან მათ, ვინც საერთოდ არ იცის ინსტრუმენტის ხელში დაჭერა, ასევე მათ, ვინც იცის, მაგრამ სურს დახვეწა, მაგალითად კონკრეტული ტექნიკების შესწავლა. ჩხირებთან მიმართებით, მაგალითად, გამოთვლების გაკეთება, ნიმუშების ქსოვა, ნიმუშების სწორად გარეცხვა, ზომების აღება, რეგლანის ქსოვა, რეგლან პაგონის მოქსოვა, იაპონური მხარი, მრგვალი საყელო, ეს კრუგლა ეკაკეტკა, მოზაიკური ქსოვა იქნება ეს ჟაკარდი თუ ინტარსია. აჟურული ნაკსოვები, ასევე ნაწნავების კეთება, სქემის კითხვა,
კიდე ეხლა უცებ ეგეთი არაფერი არ მახსენდება, მაგრამ ზოგადად ამ ყველაფერს ვასწავლი და პლუს ამას თუ თქვენ გაქვთ რაიმე ინტერესი კონკრეტული მიმართულების, ანუ თქვენთან შეთანხმებით ხდება გრაფიკის შედგენა და პროგრამის შედგენა. თუ გნებავთ გაკვეთილებზე ჩაწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ტრისკელეს Instagram ან Facebook გვერდზე, მოიწეროთ, სადაც მიიღებთ უფრო ცვლად ინფორმაციას. რაც შეეხება სხვა კითხვებს, რაც იყო დასმული, ეს არის ეწისთან დაკავშირებით მთხოვეს უფრო დეტალურად მომეყოლა, რა არის, როგორ ხდება და ასე შემდეგ. ანუ ეწიზე დავრეგისტრირდი 2018 წელს, მას შემდეგ მაქვს აქტიური მაღაზია, სადაც პირველი გაყიდვა ჩემი მოხდა 1 წლის თავზე და შემდგომ უკვე 6 თვის მერე მოვიდა მეორე გაყიდვა. ახლა უკვე თვეში მინიმუმ 1 გაყიდვა მაქვს, მაქსიმუმ 4, 4-ზე მეტი გაყიდვის შემთხვევაში უკვე მაღაზიას ვუშვებ შვებულებაში, რადგან ფიზიკურად ვერ ვასწრებ მეტი შეკვეთის დამუშავებას და მარტო ის რომ რაოდენობა შეკვეთების მერიცხებოდეს და დაგვიანებულ შეკვეთებად ითვლებოდეს, ნამდვილად არ მაწყობს. თქვენთვის მაქვს ესეთი რჩევა თუ გაინტერესებთ ეწიზე პროდუქციის განთავსება, ანუ ბევრია ვინც ყიდის ეწის მაღაზიას და შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე არსებული რეგისტრირებული მაღაზია, რადგან დაახლოებით 4 წელია საქართველოს არის შეზღუდვაში მოყოლილი და საქართველოსდან აღარ ხდება მაღაზიების რეგისტრაცია, მაგრამ ვინც მანამდე მოახერხა დარეგისტრირება, არ სარგებლობს რაიმე მიზეზით და სურს გაყიდვა, ესეთებიც საკმაოდ ბევრნი არიან და შეგიძლიათ შეიძინოთ აკაუნთი და გამოიყენოთ თქვენი პროდუქციის განსათავსებლად. ძალიან შრომატევადი საქმიანობაა, წინასწარ ვეგეტყვით. აუცილებელია რომ რედაქტირება მოახდინოთ ხშირად ლისტინგების, რომელიც არ იყიდება და ეცადოთ მოძებნოთ კვანძურის სიტყვები, რომლებიც დაეხმარება აი ამ ლისტინგს გაყიდვაში და გატესტოთ ყოველ ჯერზე ახალი, ანუ თვეში ერთხელ მაინც რომ რაღაცა ცვლილებები შეიტანოთ, ანუ რედაქტირება მოახდინოთ პროფილის ან ლისტინგის. ეს იქნება ჩემი ესეთი რჩევა. დღესდღეობით ეწი ჩემთვის საკმარისად კარგად მუშაობს, ანუ მეტის ამბიცია და ინტერესი ჯერჯერობით არ მაქვს, რადგან გავიმეორებ ფიზიკურად ვერ დავაკმაყოფილებ მეტის მოთხოვნას. ასევე ეწის აქვს ფასიანი რეკლამა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და პირველ გაყიდვას რომ არ ელოდოთ ჩემსავით წელიწადი, შეგიძლიათ ჩართოთ ფასიანი რეკლამა და ეწი თვითონ ცდილობს თქვენ განვითარებას. და პლუს ამას აქვს ფასიანი რეკლამის პრინციპი, როდესაც თქვენი გაყიდული ნივთიდან იღებს პროცენტს, შესაბამისად შეიძლება ეს მომგებიანი იყოს თქვენთვის, რადგან ეწისთვის არის ინტერესის სფერო, თქვენი პროდუქცია გაყიდოს, რომ ისარგებლოს მერე აი ამ თავისი პროცენტით, რასაც აიღებს. შეგიძლიათ ესეთი ხრიკიც გამოიყენოთ. ჯერჯერობით სხვა კითხვა არ მახსენდება, თუ რაიმე გამომრჩა, გთხოვთ ხელახლა არ დაიზაროთ და დამიკომენტაროთ, რასაც სიამოვნებით ვუპასუხებ. ახლა ამ ნაწყვეტში დაგემშვიდობებით, მაგრამ ჯერჯერობით ვიდეოს არ ვამთავრებ, ასე რომ ისევ შევხვდებით. როგორ? ესა თქვი რომ მე გავაკეთე ეს ღვეზელები, როგორც ხვდებით, აი ესე ვიჯექი და ვაკეთებდი ამ ღვეზელებს. ხო არა? შენც ყვაყოფილი ხარ. აი ესეა განაცვალე. სალამაზები კი აბუშო. ამ ხიარულ ნოტაზე მინდა რომ დაგემშვიდობოთ, გისურვოთ ბედნიერი და პოზიტიური კვირა. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო 4 შაბათს. შეგახსენებთ რომ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ნახვამდის.